პირველ რიგში მადლობა რომ ამ ყველაფერს აშუქებთ დღეს, იმიტომ რომ შეუძლებელია ჰუმანურ საზოგადოებაში მსგავსი ფაქტები არ გაშუქდეს. მინდა გითხრათ, რომ უშუალო მონაწილე ვარ ყოველწლიურად ჰუმანური მიდგომების შემუშავების პროცესებში, რომელსაც სურსათის ეროვნული სააგენტოს მეშვეობით აწარმოებდით და იგივე მუნიციპალურ თავშესაფრებთან მიმართებაშიც ძალიან ბევრჯერ გქონია ხელშეწყობა, რომ სწორი მიმართულება აეღოთ ცხოველთა ჰიპერპოპულაციის მართვასთან დაკავშირებით და არც ერთ ჯერზე სიმართლე გითხრათ არ ყოფილა ის, რასაც ეხლა შევესწარით. და შევესწარით რას, რომ ზუგდიდში დაჭერილი იყვნენ ის ძაღლებიც, რომლებიც იყვნენ გასტერილებული და აცრილები, პლუს მიმკედლებელი იქვე იყო და არავინ არ კითხა მის მიერ მიკედლებული ძაღლი აცრილი იყო, დოკუმენტი ქონდა თუ არ ქონდა. ეს ძაღლები მაპატიეთ ამ სიტყვისთვის, მაგრამ არც ერთ საერთაშორისო ნორმაში სენდვიჩივით ჩალაგებული ცოცხალი არსება მასეთ სივრცეში არ არის დასაშვები. არსებობს სტანდარტი, რომლის მიხედვითაც 1 კვადრატულ მეტრზე დასაშვები ცხოველების რაოდენობა იანგარიშება. ეს ნორმა ხო დარღვეულია და გასაგებია, რომ თუ ქუთაისის მუნიციპალური თავშესაფარი ამას აკეთებდა აბსოლუტური უმეცრებით, მაგრამ მეორე საკითხია, თუ ვთქვათ ნაწილი ძაღლების, როგორც ისინი აცხადებენ, მიყავთ ქუთაისის თავშესაფარში იმისთვის, რომ აიცრან უკაცრავად, მაგრამ საბედნიეროდ ზუგდიდში არსებობენ ვეტერინარები იმისთვის, რომ ცხოველები არც სტრესს ფაქტორს მიასადაგონ, პლუს არც ატარონ და ინფექციების გადატანის ეპიზოოტოლოგია არსებობს. ჩვენმა ვეტერინარებმა სურსათის ეროვნულ სააგენტოში ეს წესები იციან. ერთი ტერიტორიიდან სხვა ტერიტორიაზე ცხოველის გადაყვანა დაავადებების გავრცელებას უწყობს ხელს. მაშინ რატომ ვაკეთებთ ამას, რაც ისედაც ვიცით და გვისწავლია, ხო? შეუძლიათ ხელშეკრულება გაუფორმონ ადგილობრივ ვეტერინარებს, აცრან და ვთქვათ ეს ძაღლები არ დაექვემდებარებიან რომ გადაყვანას, მაგრამ საქმე იმაშია, მე თვითონ მქონდა იმ დღეებში, აი ზუსტად იმავე დღეს მქონდა საუბარი ერთ-ერთ თანამშრომელთან, რომელმაც მითხრა, რომ ეს ძაღლები უკან არ დაბრუნდებიან. მეთქი, ქალაქში გასაგებია, რომ ირაკლი კობახიძის ინტერესს არ წარმოადგენს, რომ საერთოდ იყოს ქუჩის ცხოველები და არც ჩემს ინტერესს არ წარმოადგენს, მაგრამ როგორ ვცვლით ამ რეალობას და გარემოებას, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. იმიტომ რომ რეალურად თუ ვთქვათ ქალაქში სკოლასთან ვერ მიაკედლებ, ბაღთან ვერ მიაკედლებ, კვების ობიექტთან ვერ მიაკედლებ, მაშინ მთელი ქალაქი სულ ეგ არის, ხო? რეალურად ზუგდიდზე არ არის საუბარი, თბილისშიც იგივეა. გამოდის რომ მთელი ქალაქის მასშტაბით ცხოველები არ უნდა იყვნენ და ამიტომაც არის რომ სრულიად უდაბურ ადგილებზე გაყავთ ძირითადად ტრასებთან და იქ არის და გამოდის რომ სადაც მათი საცხოვრებელი ჰაბიტატი არ არსებობს და ისინი განწირულები არიან ამ შემთხვევაში. აბსოლუტურად. ეგ ფაშისტური გერმანიის პერიოდში შეიძლება და მომხდარიყო და 21 საუკუნეში ცხოველების ესე გაწირვას მართლა ჯობია ევთანაზია ჩაუტარდნენ, იმიტომ რომ კვირაობით შეიძლება ვერ ჭამოს მაგ ცხოველმა და ამ რეალობაში საქართველოს მმართველობამ ვინც არიან, უნდა აღიქვან, რომ არ შეიძლება ჰუმანურობის ნაწილი არის დასაცავი და ყველაზე მნიშვნელოვნად გასააზრებელი არის ის, რომ მსგავს სიტუაციაში დაჭერა ხერხდება მხოლოდ იმ ძაღლების, რომლებიც არიან თვინიერები, მშვიდები და ხალხს ენდობიან და აგრესიულ ძაღლებს, რომლის აღმოფხრაც უნდათ იმ რეალობიდან ვერ დაიჭერენ ისინი და კიდევ უფრო უარესია, იმიტომ რომ ეს კეთილი ძაღლები თავის სივრცეს იცავენ და ამ აგრესიულ ძაღლებს არ აძლევენ იქ ცხოველმყოფელობის საშუალებას. კიდევ უფრო მეტად დამძიმდება სიტუაცია მათ შორის საცხოვრებელ გარემოში ადამიანების, მაგრამ კიდევ უფრო მძიმე ფაქტზე გვაქვს ეჭვები. დილიდან ამაზე ხმამაღლა მიმდინარეობს საუბარი. მე უსმინე დეტალურად ბატონი თამას ელიზბარაშვილის ახსნა განმარტებებს ამ კაცს რამდენიმე ადამიანთან ნამდვილად მოეკითხება უსაფარი ცხოველების მოვლის დეტალები და მან უბრალოდ ძალიან მშვიდად სხვათა შორის მშვიდად კი არა, როგორ დავარქვა, ძალიან ემოციურად, მაგრამ გასაგებად წყნარად აღწერა რა პროცედურებს ითვალისწინებს კანონის მიხედვით, მათ შორის ევთანაზიის პროცედურები, რა პროცედურას ითვალისწინებს უკვე დაღუპული ძაღლების უტილიზაცია, ასე ვთქვათ, როცა ისინი განაგახო და ამ პროცედურების დეტალების გათვალისწინებით, რაც ახსნა ბატონმა თამაზმა, ის ახსნა განმარტებები, რითაც ახლა თავს იმართლებენ, მათ შორის ამ მისი კრემატორიუმის ხელმძღვანელობა, უბრალოდ არ ჯდება არც ვადაში, არც არსება, ისინი ადასტურებენ, რომ ღამით იქ მართლა შეიყვანეს სასურსათო
რუსეთის უნებლობის სააგენტოს მანქანები, რომელთაც ძაღლები იქ იყვნენ შეყვანილები, მაგრამ ეს ძაღლებიო ჩვენო კი არ მოგვიკლიაო და კი არ დაგვიწვიაო ბოდიში ესეთი ძიმე სიტყვებისთვის ამ დროს უბრალოდ იმედია ბავშვები არ უყურებენ ტელევიზორს და მაგ დროს გაგვახსენდაო რომ ჩვენ უკვე ყავდაო აქო დაღუპული ნარჩენები იყო ძაღლებისო და იმათი დაწვა გადავწყვიტეთო ღამის 12 საათზე ჩართეს კრემატორიუმი და დილის 4 საათის ჩათვლით ასე თქვა ის ბოლავდა იწოდა ხო ჯერ ერთი რა მოცულობაზეა ლაპარაკი მეორეც ღამის 12 საათზე რატომ უნდა გაგახსენდეს სხვა ძაღლების შემოყვანის დროს არ ვიცი ძალიან საეჭვოა ეს ვითარება მაგრამ მაინც ძალიან რთულია მის დაჯერება რომ შეიძლება ცოცხლად ძაღლების განადგურებას მიხვეს ამ ხრივ ხელი იმიტომ რომ ევთანაზიის პროცედურებიც რაც აღწერა ბატონმა თამაზმა მინიმუმ ერთი ძაღლისთვის მინიმუმ 20 წუთის გამოყოფას ითვალისწინებს. ჩვენ დღეს მე და ბატონმა თამაზმა დღეს ვისაუბრეთ და ზუსტად ეგ დეტალები გავიარეთ. ყველაზე სწრაფად რომ გავაკეთოთ თქვათ ეგ პროცედურა, ხო, იმიტომ რომ უკვე თქვათ მოთავსებული რო ყავდეს ძაღლი მაგიდაზე და პლუს მომზადებული ყველაფერი 10 წუთზე მეტი არ დაგჭირდება, მაგრამ აქ ის ფაქტორია, რამდენად ამას აკეთებს იქ მომუშავე პერსონალი, იმიტომ რომ მე თვითონაც მქონია გორის მუნიციპალურთან შეხება, ერთი რომ დოკუმენტაციის სწორად წარმოება არ არსებობს და ყოველთვის ნაწარმოები არ არის დოკუმენტაცია, გარდა ამისა ვიცი რა იქ როგორი ფორმით ტარდება ოპერაციები და რა კვალიფიკაცია აქვს თითოეულ ვეტერინარს რომელიც მუშაობს და კითხვაზე როდესაც ედავები რაღაცაზე როგორ იმიტომ რომ ანესთეზიას არასწორად აკეთებენ ანუ იქიდან გამომდინარე პასუხებს რასაც ვიღებ ჩემთვის ლოგიკურია რომ ეს ადამიანი ამას ჰუმანურად ვერ გააკეთებს და საერთოდ გააკეთებს თუ არა არ ვიცი იმიტომ რომ როდესაც არ გენაღვლება საოპერაციო ცხოველი დასვა სასწორზე მინიმუმ 2 წუთის ამბავიც არ არის და ისე გაუკეთო ანესთეზია რომ მაგიდაზე არ გამოგიფხიზლდეს ხო მაშინ ძალიან ეჭვმეპარება მის ჰუმანურად ევთანაზიის ჩატარებაშიც აქედან გამომდინარე მე და ბატონ თამას როცა გქონდა დღეს საუბარი ამასთან დაკავშირებით მან ისიც კი მოიაზრა რომ შეიძლება ბოდიში მაყურებელთან რომ ცოცხლათაც წავენ ამ ცხოველებს არ ვიცი ეს ჩემთვის საერთოდ წარმოუდგენელია და არ მინდა ამაზე ვიფიქრო მაგრამ მათი თანამშრომლების და თითოეული მუნიციპალური თანამშრომლის ჰუმანური არ ვიცი როგორ თქვა ზომა ჰუმანიზმის ზომა რაც შიგნით აქვთ მე ვფიქრობ რომ ძალიან დაბალი. ქალბატონ მარიამ რომ არ ვიმკითხავთ ესე ძალიან რთულ და ძალიან სერიოზული ბრალდებების შინაარს ატარებს ეს სხვა შორის ბატონ თამაზ მიმართავდა სამართალდამცავებს რომ ერთ ჩემს შეგინებაზე რომ 5 წუთში რომ მოდიხარ თუ და ვიცი რომ 2000-იანი ჯარიმა მისეს მას აი ასეთი ამბავი რო ხდება და მთელი დღის განმავლობაში გიხმობთ რომ რატო არ მეხმიანებით არ მაძლევთ საშუალებას სამართლებრივი მსვლელობა მივცეთ ამასო. ბატონ თამაზი არ არის ერთეული ამ შემთხვევაში ძალიან შეწუხებული ადამიანები მე არ ვიცი რა გულმა უნდა გაუძლოს ადამიანებს თუნდაც იმ კადრების ყურების დროს როგორ ეძებდნენ მანქანებში მათ მიერ მიკედლებული ცხოველების და თავ ცხოველების რეაქციაც როგორი იყო და მოდი ვთქვათ ეს ეჭვები რომ გამოირიცხოს ან უკვე აი ამ დაწყებულ პროცესში ერთის მხრივ რისთვისაც ის კანონი შეიქმნა რისთვისაც ზოგადად ეს ინიციატივები იქნა რეალიზებული ხო დაწყებული რომ მართლაც არ გამრავლდნენ მიუსაფარი ცხოველები რომლებიც არიან ეტაპობრივად მათთან მოპყრობა იყოს ჰუმანური ადამიანები არ დაზარალდნენ არ დაზიანდნენ სხვადასხვა ავადმყოფობებისა თუ ფიზიკური საფრთხების გათვალისწინებით რა კორექტივები ჭირდება ამ პოლიტიკას სწრაფად და გამჭვირვალობის რა ხარისხი გეტყვით ამ კანონ პროექტზე უკვე კანონზე მეც ვიმუშავე ოღონდ ძალიან ხშირად იყო ისე რომ ერთს რომ დავწერდით შევთანხმდებოდით მე რომ ისევ გადასაკითხი იყო იმიტომ რომ ცვლილებები იყო სხვა ფორმატით დღესდღეობით მე როგორც ვეტერინარმა და ცხოველთა დამცველმა შემიძლია ვთქვა რომ მორატორიუმი გამრავლებაზე უნდა იყოს ყველა ჯიშთან მიმართებაში ოღონდ დასაშვები იყოს მხოლოდ ჯიშის ყველაზე მაღალი ხარისხის წარმომადგენლების გამრავლება რომ ხარისხიანი ჯიშის წარმომადგენელი მივიღოთ გაყიდოს იმ ადამიანმა ეს ლეკვები ძვირად და გაგდებული ცხოველის რაოდენობა ისედაც ახლა თუ 5000 ლარს გადაიხდით თქვენ ძაღლში მარტივად ვერ გადააგდებთ ხო ქუჩაში
ესეც შეამცირებს გადაგდებული ცხოველების რაოდენობას და ვისაც მართლა უნდა რომ ცხოველი იყოლიოს, ქუჩიდან ამათი აყვანა კიდევ უფრო მარტივად მოხდება მოსახლეობის მხრიდან, იმიტომ რომ დღესდღეობით უკვე უჯიშო ცხოველის ყოლაც მაპატიეთ და მოდაშია, ხო? გარდა ამისა, ინტენსიური სტერილიზაციის პროცესები და თბილისის მასშტაბით 70% და უკვე მეტიც არის გასტერილებული, გვაძლევს იმის საშუალებას, რომ უკვე პირველივე წელს იმდენი ნაყარი არ ყავდეს ქუჩებში და თუ ამას კიდე გავაგრძელებთ, შესაბამისად ყოველ მომავალ წელს ნაკლები შემცირდება და მივიღებთ იმ სურათს, რომელიც არის ცივილიზებულ ევროპულ ქალაქებში. ცოცხლობს ქუჩის ცხოველი რეალურად და ვაცადოთ ამ არსებობს თავისი ცხოვრება ისედაც არ გაუმართლოთ საქართველოში რო ცხოვრობენ ჩვენს ხელში და მით უმეტეს ესეთი მოპყრობა მათთან მიმართებაში ყოვლა წარმოუდგენელია და მადლობა ყველას ვინც გაავრცელა ეს კადრები და უცხოურ მედიასაც მიაწოდა ინფორმაცია, იმიტომ რომ იქიდანაც მოდის უკვე უკავშირი და აღშფოთება და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ეს ფაქტორები იმდენ განხეთქილებას მოიტანს სურსათის ეროვნულ სააგენტოში რომ ამ ყველაფერს თვითონ შეეწინააღმდეგებიან და მაშინ ეს ყველაფერი ძალიან დიდი იმედი მაქვს ოპტიმისტი ვარ უფრო სხვა ფორმას კანონში ხო არ არის რამე კორექტირება საჭირო იმისთვის რომ ესენი კანონს არ იშველიებდნენ რის გამოც ქალაქგარეთ გაყავდა ფაქტობრივად უდაბურ ადგილებში და მუხლი არის შესაძლებელი კანონში იმიტომ რომ არ შეიძლება უკვე არსებული ცხოველების შევიწროება ისევე როგორც არ შეიძლება ჩვენი ვისაც ცხოველები უყვარს მათი უგულებელყოფა იმიტომ რომ ვიღაცა თუ რეკავს და არ მოწონს ჩვენც ვართ ამომრჩევლები ჩვენც ვართ ბიუჯეტის თანხის შემტანები და შესაბამისად ჩვენი ბიუჯეტი გვინდა რომ ჰუმანურად იხარჯებოდეს და კი ნამდვილად ეს მუხლი ცხოველების იმ ტერიტორიებიდან გაყვანა შესაძლებელია სწორი იყოს რომ თქვა სკოლების და ბაღების ტერიტორიაზე არ იყვნენ ეს ცხოველები მაგრამ ანუ მაშინ სად იყვნენ და მერეც მეორე საზღვარგარეთ ბავშვებს ჰუმანურობას ასწავლიან ცხოველების მეშვეობით და არ შეიძლება რომ ამისი უგულებელყოფა ჩვენ მოვახდინოთ კაბადო მარიამ, ძალიან დიდი მადლობა მათ შორის თქვენი შრომისთვის, თქვენი კოლეგების შრომისთვის. ამ დღეებში ყველანი კიდევ უფრო მეტად გამძაფრებული ინტერესით მივადევნებ თვალს, ვიცით რომ ამ დღეებში საპროტესტო აქციებიც იგეგმება და ნუ იმედი მაქვს, აი ძალიან რთულია მის დაჯერება, რომ იმ სპეციალურ სამსახურებში მაინც შეიძლება ალბათ უფრო არაკვალიფიცირებას დაბრალდეს ვიდრე არა ადამიანურობას, საერთოდ იმის დაჯერება, რომ ცოცხლად წვავენ ძაღლებს, ეს კიდე ცალკე თემა არის და მეტი მტკიცებულებები და გამჭვირვალობა ჭირდება მთლიანად აი ამ სისტემას იმისთვის რომ ასეთი ეჭვები არათუ ჩნდებოდეს, არამედ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი იჯერებდეს ამას. მადლობა, მემშვიდობები ქალბატონ მარიამ